სახელიდან მამისა და დადისა და სულის ნამისადან. დღეს დაგეთხოვ სახარებაში მოყვანილი იყო მაგალითი რომ მაცხოვარი მივა ჭასთან და ქალი იყო სამარიდელი და ეუბნება რომ წყალი დამალევინეო და შენო მიიღებო იმ წყალსო რომლის მიღების შემდეგ არასდროს არ მოწურდებაო აქ შინაარსია სულიწმინდაზე სულიწმინდის მადზე და სულიწმინდის მადს ოდესღებოდო ჩვენ როცა ვინათლებით და ზოგიერთი კიდე არ ნათავს თავის ბავშვს რომ იმიტომ რომ ნათლია გერმანიაში ან რაღაც ამერიკაშია და ეს არასწორია ნათლობის გადადება იმიტომ რომ არ ვიცი ჩვენ როდის აიყვანს მეთი ბავშვსა და შინაარსი არის მის რომ ნათლობით ესე იგი ესა დაბადება სულიერი იმიტომ რომ სულიწმინდით ვიბეჭდებით სულიწმინდით ვიბეჭდებით და მაგრამ ახლა ჩვენ დაბეჭდილები ვართ და ჩვენში ხანდახან არ არის სიხარული ეს რატო ხდება იმიტომ რომ ახლა ფიზიკურ ჯანმრთელობას და ამ დროს სახარება ეძებია რომ სულიწმინდით არისო სიხარულიო სიყვარულიო ხან სიძულვილი ჯამს ხან განგითხვა ხან უიმედობა ზოგი თავს იკლავს ამ დროს მონათულია ეს რატო ხდება იმიტომ ხდება რომ როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობას ჭირდება შენარჩუნება აი მას სპორტსმენები წარმატებას ვაღწევენ იმ სპორტსმენმა თუ არ ივარჯიშა წააგებს ფიზიკურად ასევე ზოგი ექიმთან დადის კურნალობს მაგრამ ისევ ავად ხდება აი ზოგს უკვეს ეს ეკლესიურია რატო ცოდავს ეს იგივეა რომ ადამიანმა იფიქროს რომ ეს საავადმყოფოში დადის და რატო ხდება ავად ან ექიმი რატო გახდა ავად ზოგი მოძღვარს განიგითხავს არასწორი საქციელის გამო და ეს იგივეა რომ ექიმი შენ განიგითხო რომ ავად ხდება ის ხვებს როგორ განკურნავს ხვას თვითონ ავად ხდება ესე იგი კურნალი ვინა მარტო ღმერთია აი მონასტერში რო ვარ მე 99 წიდან აღსარებებს ხოვებულობდა ხედავ რომ ადამიანები იკურნებიან ზოგი სასმელის ცოდვისგან ზოგი წამლის ზოგი მრუშობას ტოვებს მაგრამ მე ისე ვარდებიან ცოდვაში ზოგი იმიტომ ხო არის ფიზიკური ჯანმრთელობა საერთოდ მე 100-იანი ვარ და 8 წლიდან 36 წლამდე ექიმთან დავდივდი მაგრამ მაინც მქონდა ის ასთმა ზოგიერთები ამ აღსარებას ზიარებით უცებ იკურნება ცოდვებისაგან სულს კიდე ისე ვარდება ცოდვაში მაგრამ უიმედობაში კი უნდა ჩავარდე ახლა დღეს რა ეწერა იქ სახარებაში რომ ეს ამ ქალს ეუბნება რომ ესე იგი რომ ესო შენ ხუთი ქმარი ყავდაო და ეს ქალი რო დაინახავს რომ ყველაფერი უთხრა რაც მის ცხოვრებაში იყო როგორც წინასწარმეტყველს ესე იგი შეიცნობს მაშინ წინასწარმეტყველს ეს ქალი მაგრამ მე ისე თქვა მინდოდა რომ ხუთი ქმარი ყავდა ადამიანს იმ ქალს მაგრამ აი ზოგი რო ფიქრობს რომ ესე იგი ერიდება მოზღვის აქ ამ მაგალითთან რა ჩანს რომ თუ გინდა ხუთი ქმარი ყავდეს და თუ გინდა აი მარიამ მეგვიდელი 12 წლიდან იყო ესე იგი 29 წლამდე სულ ესე იგი ცხოვრების შინაარსი ეგონა რომ სხეულით ტკბობა სიძვა მაგრამ 29 წლის რო გახდა მე მიხვდა რომ არასწორი იყო და მე მიაღწია რას აი სულიწმინდაზე რო ლაპარაკობ გახდა სულიწმინდი ჭურჭელი მაგრამ უცებ კი არა ერთია სურვილი მაგრამ 17 წლის შემდეგ და შეიძლება მთელი ცხოვრება მოღვაწეობდე და იმას ვერ მიაღწიო რასაც მიაღწია მარიამ მეგვიდეო მაგრამ მიაღწია ყველაფრის ცოდნას წერა კითხვა არ იცოდა და ეცოდა სამონები ძველი ერქმა ახალი ერქმა იმპერს უთხრა ვინც ნახა რა ერქვა რა ხდებოდა მის მონასტერში ეს როგორ ხდება სულიწმინდი და სულიწმინდით კიდე რა ნაწინასწარმეტყველები რომ ქრისტეს მოსვლის წინო იქნებაო სრული განდგომა და ამაში ხელს გვიწვევს მასმედია და ხა ერთ ჟურნალისტს როცა ლაპარაკობ ამ მასმედიაზე თვითონ ჟურნალისტია და მივხვდი რომ ეწყინა და ხა ჟურნალისტები ახლა როგორც არიან ესე იგი ისეთი არხები როგორც საქართველოს არხი საეკლესიო არხი სადაც სიტყვობას ვერ ნახავ მაგრამ არის არხები რომლებიც უკეთებენ ცოდვას რეკლამირებას და ისინი არიან ღმერთის მტრები მაგრამ ლაპარაკი აქ სიძულვეზე კი არ არის ეგრესია ამახოცაო ჩვენ ვამბობთ რომ მტერია ჟურნალისტი ყველა ჟურნალისტი კი არა ზოგი ჟურნალისტი პირიქით ესე იგი თავისი ესე გადაცემებით ხელს უწყობს იმაში რომ ადამიანს მეტი შეუყვარდეს მე მგონი სამეფო არხია კიდე სულ იმაზეა ლაპარაკი აზრებს გიჩვენებენ მერზე და
როგორც მოძღვარს განიკითხავენ, ამ დროს იუდა მოციქული იყო და უღალა და ღმერთსა, მაგრამ 12 მოციქულიდან 11 ეწამა ღმერთისთვის. მაგრამ მკურნალი მოციქულიდან მღვდელი კი არ არის შენი, აი მონასტერში, მე კი არ ვკურნავ ხალხს მღვდელი. ან 7 ზეთის ცხებით ექებიდან ჩამოწერით იანივესის ფეხზე დგებიან. ეს ხდება სულიწმიდით, თვისძალით. მაგრამ ზოგი ფიქრობს, ხა გამოსლება ხომ აქ ასწავლის უღებულობ, რომ ესე იგი ის არაფერი ზოგს ესე იგი უიმედობაში ვარდება. მიუხედავად იმისა, რომ ცოდნა აქვს და ეს რატო ხდება? იმიტომ რომ ამოძრავებს თამოყვარეობა. შენ თუ სიყვარული გამოძრავებს ღმერთის, შეუძლებელია შენ უიმედობაში ჩავარდე. შენ თუ შეიყვარებ ღმერთს ყველაზე მეტად, რატოს არ ჩავარდები უიმედობაში? შენ რა შეგაწუხებს? შეგაწუხებს, რომ ვიღაცა შეიძლება არ ტკიოდეს, მაგრამ ვიღაცა სულ ტკივა, ის გაწუხებს. ეს ხდება სულიწმიდით, იმიტომ რომ როცა შენ ღმერთის სიყვარული გამოძრავებს, ღმერთია შენში, როცა ღმერთი შენშია. სულ სიტკივილი ტკივა, სულ სიხარული გიხარია, თავისუფალი ხარ შურისგან, სიძულვილისგან, მაგრამ ეს მდგომარეობა არის ცვალებადი, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობაა ცვალებადი. აი, მაგარი დიდი რამხელამამ ამბობს, რომ სულიერი მდგომარეობა წმინდანებისთვისაც კი ცვალებადია. ამიტომ არის მადლობა ამის აღსარებისად, რომ კარგავი მათ. ისევ ესე იგი ხდება იმ მადლის მიღება, აღდგენა, აღსარება ზიარების სამდო და ჯერჯერობით ამის საშუალება გვაქვს, იმიტომ რომ არის ქვეყანა, სადაც ლები დახვიდეს და ტაძრებში კონცერტებს აწყობენ. ეს საიდან ვიცი, მე კი არ ვარ იქ, მაგრამ შანსები ხატული ფილმია, დოკუმენტური ფილმია. ეს კიდე სახარებაში ნათქვამია, რომ ბოლო ჯამს იქნება დევნა. ჭეშმარიტი მოწუნეების. მაგრამ ვისაც ღმერთი უყვარს, თუ ღმერთზე იფიქრებს, არასდროს არ იქნება შიში. შენ მარტო უნდა გქონდეს შიში იმისა, რა შეცოდო. აი ზოგიერთი ფიქრობს, რატომ უნდა მეშინოდეს ღმერთის, მაგრამ იმისაც წმინდანები ქვია, ისი ეშინოდა, რომ თავისი სიტყვით, თავისი საქმით ვარყოფილიყვნენ რუსმანი მაცხოვრის ხეში, ეკალი მაცხოვრის რაღაცა ისეთი არ გაეკეთებინათ, რაც ესე იგი ღმერთს ტკივილს მიაყენებს. ტკივილს კიდე რა აყენებს? ცოდვები. ამიტომ გამოსავალი რაშია? იმას ქვია სინანული. ცოდვებისგან განდგომა. ამაში გვეხმარება ლოცვა, მარხვა, ხშირი აღსარება, ზიარება. და მადლობა ამის საშუალება გვაქვს. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა. ქრისტე აღდგა.